ლექსად მინდა დავწერო ქვეყნის ორომტრიალი. ეშმაკები მომრავლდა და ჩამოწვდა წყდიადი. წინამძღოლი მოგვიკლეს ედუარდის ბრძანებით, ტერსკარები გაუხეს მხედრიონის თანხვლებით. ცეცხლის ალში გახვიეს აფხაზეთის სოხუმი, შავ ძაძებში შემოსეს ხალხის სული და გული, საზარბაზნე ხორცებად მტერს შესწირეს ნორჩები, მუდამ ასე იქნება თუ ხტუნვას არ მოვჩებით. ვინაც წარსულს ივიწყებს ის მომავალს ვერ შექმნის, რადგან ყველა შეცდომას სატანჯველიც თან ერთვის, ქვეყანა გაჩანაგდა, თავზე ვიმხობთ ყველაფერს. ცუდის კარგის გარჩევით ვერაფერი ვისწავლეთ, ღმერთთან ზურგის შეგცევით. საქართველო ჯვარს ვაცვით. ქრისტეს დედას ვაგინებთ და ნამუსაც ფულზე ვცვლით. ზოგი ყვირის ნაცი ვარ, ზოგი ქოცის მეხოტბე, მე კი მთლიანობაში ქვეყნის მხსნელი მეგონეთ, თურმე ცოტა შემორჩა, ხალხი ღმერთის რჩეული. მტერი ბლომად ყოლიანტის მსგავსი წყეული, აღარა გვყავს მთავრობა. სათხარ საპატრიარქო 33 წელი მტრების გეგმებს მიაქვსო, გაუფრთხილდეთ ყველა მსულს. ცოდნის გზებით ვიაროთ, გველოდება ლაზარე დროა რომ ვაღიაროთ. ქებაი და დიდება ენა ქართულისაო, დაგილოცავთ სამშობლოს მკვდრეთით აღდგომითაო, ბნელს ნათელი შემოსავს, ბოროტსას ძლევს კეთილი, იზეიმებს სიმართლე გათენდება დღედიდი, აღსრულდება ღვთისნება. ქრისტე მოდის დიდებით, იხსნის კაცობრიობას მხოლოდ დედის ამენით, გაბრწყინდება ცაშიმზე, ლაზარეც წამოდგება, ქართულ ენას მსოფლიო ცრემლით დაეჩოქება.